მოგესალმებით მეგობრებო, კეთილიყო თქვენი მოგზაურობა ჩემს არახზე. ეს არის კომენტარების ვიდეო და ვინც დამწერა კომენტარი, მინდა პირველ რიგში უთხრა ძალიან დიდი მადლობა. ასეთი ერთგული კომენტარისთვის იმას გულისხმობ, ვინც დამწერა. და ახლა წავიკითხავ ერთ კომენტარს, რომელიც არის ძალიან ერთგული. ახლა ეს კომენტარი დაგვიწერა ნახავ ეხლავე ეს კომენტარი დაგვიწერა ნატალიმ დაგვიწერა და ახლა წავიკითხავ. იმედია მე ვიქნები გამარჯვებული. შენ დადე რამე საინტერესო რომ გააკეთე ფურცლისგან ოღონდ ქუში. კარგი კომენტარია, მინდა აღვნიშნო. აი მეც გთხოვთ რომ კომენტარები ცოტა მოვუმატოთ, ან ბევრს გამოვავლენ და ვიდეოს დასაწყისში გამოვავლენ 2-ს, ვიდეოს შუაში გამოვავლენ 1-ს და ვიდეოს დასასრულში ისევ 2-ს. ანუ სულ 5 გამარჯვებული კომენტარი. ვინც არის 14 დღეში მაქვს დაბადების დღე და ძალიან მიხარია და მადლობა ნატალია ესეთი ერთგული კომენტარისთვის. იმედი გქონდა და გაიმარჯვე კიდეც. ახლა კი უბრალოდ რაღაცის მოტანა დამავიწყდა. ეს მადლობა კომენტარისთვის, მაგრამ ეს ვიდეო ვისაც უყვარს წიგნების კითხვა იმას ეხება და გეტყვით რომელიმე წიგნს გეტყვით შინაარს და შეგიძლიათ წაიკითხოთ რაღაც ხმები რო გესმით. შეიმჩნევთ ჩემ ფილმს ყურებს უბრალოდ და ჩემი საყვარელი წიგნი თხელია ძალიან და აი მინიმუმ 7 ან 7 წლის ბავშვებს გირჩევთ რომ წაიკითხოთ. ეს 6-7 წელია, მაგრამ ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში სათავე წავიკითხე. ისე მომინდა წაკითხა, იმიტომ რომ დროებზე ძალიან მიყვარს და ან მოკლედ პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან მაგარია რა. ახლა გეტყვით რა მოხდება. აი ეს ბიჭი არის ონავარი ლუკი, ასე შეარქვეს, იმიტომ რომ სულ ცელქობს მის დასაწველებს და ერთ დღეს მისმა მამამ შეგდო ბნელ ოთახში. და შემდეგ მის უკან გაჩნდა პატარა ოთახი და შევიდა და დახვდა ერთი კაცი, ბაბუა. და გაუშვა დროთა ქვეყანაში. ჯერ დროთა ქვეყანაში დრო უნდა დაებრინა, მერე უფერო ქალაქში უნდა დაებრუნებინა ფერები და მერე წითელი ქუშის ქალაქში უნდა დაებრუნებინა სხვა ფერები. ეს ყველაფერი ქონდა ბოროტ ჯადოქარ ჯაჯლის. წითელი იმიტომ არ დროც მას ქონდა, ფერებიც მას ქონდა, ფერების ფხვნილი. და მივალუკი იმაში და სანამ ამ ყველაფერს არ შეასრულებს, 12 როცა შეასრულებს, სადაც რომ დააწვება ერთ ღილაკს, ეგრევე იქვე დაბრუნდება მის სახლში. წითელი იმიტომ არა იყო ჯაჯლი, წითელის ეშინია. აი ახლა გაჩვენებთ. და აი კიდე დამავიწყდა. მას ყავდა ძალიან საყვარელი. აი უფერო ქალაქი დაახლოებით იყო აი ასეთი. და აი ის კაცი იყო აი ასეთი, ვისაც ძალიან გაინტერესებს. და აი ძალიან პატარა თავებია. აი თუ არ გჯერათ, აგერ გაჩვენებთ. ეს ერთი, აი ეს არის პირველი თავი. ერთი ფურცელი. დამთავრდა თავი. მე რიწყო აი ძალიან პატარა, მინიმუმ 3-4 ან ერთი ფურცელი იქნება. და ახლა გაჩვენებთ მის პატარა ძაღლს, ძალიან საყვარელი ძაღლი ყავს. ანუ იმ უფერულ ქალაქის
იმ უფერულ ქალაქს ყავდა ერთი კაცი, კიდე ერთი კაცი შეხვდა და ის მხოლოდ ხატავდა უფერულად ფერების გარეშე. და აი ესეთი პატარა ოთახი ჰქონდა და სულ უფერულად ხატავდა. და ასეთი პატარა ძაღლი ყავდა, რა ერქვა? ერთი წუთი, რა ერქვა დამოვიწყდა. მხატვარი იყო ის კაცი და რა ერქვა მას? რაღაცა ერქვა და მოვიწყდა. კიდე არ გვინდა. უფერულ ქალაქში არ გვინდა. ანუ მოკლედ რაღაცა ერქვა მის სახლს და მოკლედ ძალიან კარგი წიგნია და ბოლოს ეს ლუკი მოიპოვებს ამ ყველაფერს და დაბრუნდება სახლში და ონოვარი აღარ ექნება საერთოდ ამით ისწავლა ჭუა. ანუ ეს ყველაფერი ერთი მინიმუმ ეს ერთი წელი აკეთებდა ამ ყველაფერს. მე როგორც წავეკითხე ეს წიგნი და თურმე ნახევარსაათი გასულა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ შესაძ დაბრუნა მის ოთახში. მამამ ნახევარსაათში გააღო კარები და თქვა რომ ჩაეხუტა მის ონავარი ლუკი და გაუკვირდა მამას რომ რამდენი ისა ნახევარსაათი მხოლოდ ჩაიკეტა და აი უნება ეს როგორ მომენატრევდა. ანუ აი ლუკი უნება როგორ მომენატრევდა. მამას გაუკვირდა რომ ნახევარსაათი ხარ აქ. მეორე წიგნი არის პიტერ პენი. ცოტა დიდია, ეს არის 7-დან 9 წელი. ცოტა დიდია. ფოტოები არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ აი ძალიან საინტერესოა. ახლა ეს სიმხელა ვერ ახსნი. მე მგონი რომ წაიკითხავთ მიხვდებით. აი ეს არის ჩემი საყვარელი წიგნი მეორე ადგილას. პირველ ადგილას ის. მოკლედ. ანუ ეს მგავს მე ზუსტად ჩემი ცხოვრებით. ოღონდ მხოლოდ მამას ერთად და მე მამა მოუკვდება ამ გოლფს. პატარა პრინცესა სარა ქვია. აი სასწაული წიგნია ვიტიროდი გეფიცებით. მეორე ცოტა 11-13 წელი წიგნი, მაგრამ მე მაინც წავიკითხე. ანუ მიხვდებით რომ კითხვა მიყვარს, ოღონდ მანამდე არ მიყვარდა. და აი ამ წიგნს ვუხდი მადლობას რომ ამ წიგნმა უფრო დამაინტერესა და შემაყვარა კითხვა. ანუ კითხვის მიზეზი არის ის რომ თავარია იყოს საინტერესო და გაიგო მისი შინაარსი. აი ამ წიგნის მადლობა ირმა მალაციძეს, ესეთ კარგი წიგნი დაწერა და შემაყვარა კითხვა. შემდეგი არის ძმები ლონგულები, ასტრიდ ლინდგრენის დაწერილი სასწაული წიგნი, ოღონდ ცოტა სევდიანია და ვისაც გინდა წაიკითხეთ, ვისაც არ გაძარებთ და ახლა მეც არ მაქვს წაკითხული და უნდა დავიწყო ჩრდილო ზღვისპირეული დეტექტივები. მოჩვენება და სასტუმრო. ეს საინტერესო იქნება. ძალიან. აი ახლა კიდე მოვიტან რამდენი წიგნს და გაჩვენებთ. მანამდე უნდა გაჩვენებთ ეს სანიშნაური შემოსწავლებელი მოჩქა. ახლა მითხარით მგავს. მოვიტან და შემოგერდებით. ახლა ნახეთ. ანუ მე დავიცი რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული. ახლა მოვიტანე აი ყველაზე მეტად მომეწონა და დედა მამა ბავშვი და საბარგო მაგრამ აი ძალიან ერთგული და საყვარელია და აი ნახეთ და მაგის მეორე ნაწილი აი აქ სულ აქვს ორი ნაწილი ძალიან მეყვარს ეს წიგნი და ლუტა აუზაურის ქუჩიდან ეს ძალიან და ყველაზე მეტად ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარსონი რა თქმა უნდა ყოველთვის საყვარელი ძალიან სასაცილო ისტორია და აუცილებლად გეშა წაიკითხოთ ეს 7-8 წელია
პადინგტონი და თვის სახელად პადინგტონი კი კარგი წიგნია და ცუდი წიგნია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგია რა. ერთად და ბარონ მუნჰაუზენის თავგადასავალი არის ძალიან მაგარი. რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა არის აი ეს ამბავი, ერთი წუთით გაჩვენოთ ჩემი საყვარელი. ესა როგორ მივირთვი ირმის ალუბალი. აი ეს არის ჩემი საყვარელი, ძალიან მიყვარს. აი ეს ყველს გესრომდეთ რაღაც კურკარო ესროლა და რომ მოკვდა თვალში და მოკლედ ძალიან მიყვარს. კიდე როგორ ამოხტამელა თავის ტყავიდან. კიდე რავი, ძალიან კაი წიგნია და ერთად წაიკითხოთ. ახლა მოვიდა ყველა წიგნს და დავთვლი სულ რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული თქვენთან ერთად. ძალიან მეწია და წიგნების კოშკი შემიწავაშელი. აი გერხო 3 2 1. ჯობია კითხეს. აი ახლა კიდე მოვიტანე წიგნები. The Three Little Piggies. ეს არის ინგლისურად. კაი წიგნია. ამას არ ვაპარაკობ. ცეროდენა ნილს კარსონი და სხვა ზღაპრები ძალიან მაგარია. აი რა პატარა ბიჭუნა ესაუბრებოდი. ანუ მოკლედ წაიკითხეთ აი ამ მიუჩემო მიოც. 2 და-ძმა. ესე ცოტა სევდიანია, 9-11 წელია. პატარა პრინცი ჯერ 11-13 წელია, მაგრამ ვისაც უნდა ძალიან წაკითხვა, თუ გინდათ ახლა წაიკითხა და მე დიდი რო გაიზრდებით, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. გრძელწვრა ჯადოქარი მარსია, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. ასე ცუდი წიგნია, მართლა ვერ ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ არ მომეწონა ეს წიგნი. იცით რატო? ძალიან რთული სიტყვებია, 6-7 წელია. დიდად არ მახსოვს, სადღაც მაქვს ძალიან წაკითხული პირველ კლასში და კაი, ახლა დავითვალოთ წიგნები. რაც არ მაქვს წაკითხული, არა. მე ჩემი მიანახავენ მას ჩათვლი. აი, 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 წელი და 14 But the first little pig does not like to work. The 3 little piggies. One day, Mommy Pig talked to her 3 sons. You are not little anymore. You are big pigs now. You need to build a strong house. Remember the wolf. The usually and bad wolf. Yes, Mommy. მოკლედ რა. ნაცარი. ახლა დაგათვალიერებინეთ ჩემ ნახატებს ან რამეებს დამელოდეთ. ძლივ შევტენე ეს წიგნები ეს ორ თარში და ახლა მაგათმე ჩემი ნახატები ორი ერთნაირში და დავწყოთ. ეს ამესა გადის ესა. გეტყვით. ამით. ახლა მე ვხდები. აი ეს დავხატე, ზოგიერთი რაღაც გადავეხატე, აი აქიდან. რა ლამაზია, ამას არ მიქვს ყოველდღე, უბრალოდ დავალება იყო რაღაც დავწერე ისე. ლამაზია მე მგონი და
გამოვიყლება. ეს რავი ისე დავხატე. ესეც პროსტა დავხატე, რომ გამერთო თავი. 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 ეს პროსტა დავხატე, რომ გამერთო თავი. ეს ჯერ არ დამისრულებია. 5 წელი ესეთი. ესა. დასასრული. დასაწყისი. ეს ლამაზია ძალიან. მალე ქენით და მალე ის ქენით. აი, ამას ხატავდი ბურჩხალიფასთან. მადლობა ყურადღებისთვის და არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა. ნახვამდის.